რეფერენდუმის შედეგებს მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელმაც ხმა ევროკავშირში დარჩენას მისცა. იგეგმება ხელმოწერების შეგროვება გამოკითხვის ხელახლა ჩასატარებლად. სტატისტიკური მონაცემების შეჯამების შემდეგ ტენდენცია ასეთია. გაერთიანებიდან არ გასვლის მომხრეთა უმრავლესობა ახალგაზრდა იყო. თქვენ მოიპარეთ ჩვენი მომავალი წამყვანი საერთაშორისო გამოცემები უკვე აქვეყნებენ მსგავსი სათაურებით სტატიებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით 18-დან 24 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 64%-მა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. როგორც ირკვევა, ორგანიზაციაში ყოფნის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ლონდონში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში, გასვლის კი ინგლისსა და უელსში დაფიქსირდა. მოამბემ ცოტა ხნის წინ ბრიტანელი რესპონდენტები, ასევე ლონდონში მცხოვრები ქართველები სკაიპით ჩაწერა, მოვისმინოთ მათი კომენტარები. იცით, როგორც თვითონ ამ შედეგებმა გვაჩვენა, მოსახლეობა არის განხეთქილება არის მოსახლეობაში და ძალიან ისეთი შედეგები იყო, რომ ნახევარი მომხრე, ნახევარი არ არის მომხრე. ძირითადად მომხრეები იმისთან რომ გავსულიყავით, არიან ის რეგიონები, რომელიც არიან უფრო ჩრდილოეთში და ასაკობრივი ხაზსაც გაევლო, ასაკობრივი ის მომენტიც არის აქ ხაზი გაევლო, რომ ახალგაზრდებმა უფრო მხარი დაუჭირეს დარჩენას და შედარებით ასაკიანმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი გასვლას, რადგანაც ძალიან გულნადგენები არიან, რომ მათი ხმა არასოდეს არ იყო გაგონილი და მათ არ ზრუნავდა ჩვენი სახელმწიფო. მე ხმა ევროკავშირში დარჩენას მივეცი, ისევე როგორც ჩემმა უამრავმა მეგობარმა. ახალგაზრდებში საერთო განწყობა ასეთია, ჩვენ ძალიან გაუბრაზდით და გვეწყინა ის, რაც მოხდა, იმიტომ რომ არ ვიცით წინ რა გველოდება. ფუნტი ძალიან სწრაფად ეცემა. ბევრის მთქმელია ის, რომ ახალგაზრდებს სურდათ ევროკავშირში დარჩენა. არ ვფიქრობ, რომ გაქცევა სწორი იყოს, მაშინ როცა ყველაფერი კარგად არ მიდის. პირიქით, ჩვენ უნდა გვეზრუნა ამ პრობლემების მოგვარებაზე და არა იმაზე, რაც დანარჩენ ევროპას დაგვაშორებდა.